რატომ მარხავს შვეიცარია თავის ელექტროტურბინებს? სალამი დეტალური ინჟინერია. გსმენია, რომ შვეიცარია თავის ელექტროტურბინებს მთების ქვეშ მარხავს? უცნაურად ჟღერს, ხომ ასეა? მაგრამ ამის უკან დგას გენიალური სტრატეგია, რომელიც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წვეთს. როგორ შევინახოთ ენერგია რამდენიმე თვის განმავლობაში და უზრუნველყოთ სინათლე სითბო და ტექნოლოგია მკაცრი ალპური ზამთრის დროს. ხო, შვეიცარია, რომელიც ცნობილია თავისი ტბებით, ზუსტი საათებით და დახვეწილი შოკოლადით, ჩუმად ხელმძღვანელობს რევოლუციას. პირდაპირ მიწის ქვეშ მარხავს გადაწყვეტილებებს. მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ტურბინებთან და როგორ შეუძლია ამას შეცვალოს გლობალური ენერგიის მომავალი? მაგრამ პირველ რიგში რატო უნდა შევინახოთ ენერგია სეზონურად? წარმოიდგინეთ, რომ ზაფხულში შვეიცარია აწარმოებს მზის და ჰიდროენერგიას ჭარბად, ხოლო ზამთარში მოხმარება იზრდება გათბობის გამო, მაგრამ წარმოება მცირდება, მდინარეები იხინება და დღეები მოკლეა. აქ შემოდის სეზონური შენახვა, რაც ნიშნავს ზაფხულის ჭარბი ენერგიის შენახვას ზამთარში გამოსაყენებლად. მაგრამ როგორ? ბატარეებში. პასუხი არის არა, რადგან ისინი კარგია საათების ან დღეების განმავლობაში, მაგრამ არა თვეების განმავლობაში. და რა არის გამოსავალი? გამოიყენო ქვეყნის გეოგრაფია. შვეიცარია სულს გახდეს ნახშირბადის ნეიტრალური 2050 წლამდე, მაგრამ ის ძლიერ არის დამოკიდებული ჰიდროელექტროსადგურებზე და ენერგიის იმპორტზე ზამთარში. და პრობლემა ისაა, რომ კლიმატის ცვლილებები ამცირებს მყინვარებს და ევროპა ენერგეტიკულ კრიზისებს აწყდება. გამოსავალია ზაფხულში წყლის შენახვა მთების მწვერვალებზე და ზამთარში მისი გამოშვება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. მაგრამ ტრადიციული რეზერვუარების საკმარისი არ არის. შვეიცარია მაღალმძლავრ ჰიდროტურბინებს მარხავს მიწაში, რომლებიც საკვანძო ნაწილია სისტემისა, რომელსაც ტუმბვითი ჰიდროაკუმულაცია ეწოდება, ან ინგლისურად pumped storage hydro. ეს მეთოდი ინდუსტრიული მასშტაბის წყლის ბატარეას გავს და ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში ეს არის ბატარეების დატენვა. ზაფხულში, როცა მზე ძლიერად ანათებს და შვეიცარიული ჰიდროელექტროსადგურები უფრო მეტ ენერგიას აწარმოებენ, ვიდრე ქვეყანას სჭირდება, ზედმეტი ელექტროენერგია არ იკარგება. ამის ნაცვლად ის ამუშავებს გიგანტურ ელექტროძრავებს, რომლებიც დაბლობებში მდებარე ტბებიდან ან მდინარეებიდან წყალს მთის წვერზე არსებულ ხელოვნურ რეზერვუარებში ტუმბავენ. ზოგიერთი მათგანი 2%-ზე მეტსაც კი აღწევს. ეს გავს კიბოს ბოლო სართულზე აბაზანის წყლით ავსებას, რითაც გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიას ინახავ. შემდეგ მოდის სტრატეგიული დაცლის დრო. ზამთარში, როცა თოვლი ალპებს ფარავს და ენერგიის მოთხოვნა იზრდება, შენახული წყალი გამოეშვება. ის ეშვება ვერტიკალურ გვირაბებში, რომლებსაც პენსტოკები ეწოდება. სიჩქარეს იძენს და ეჯახება ტურბინების ფრთებს, რომლებიც წუთში 500 ბრუნვასაც კი ახორციელებენ. ტურბინების მოძრაობა ამუშავებს გენერატორებს, რომლებიც წყლის კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მაგრამ რატომ მიწისქვეშა ტურბინები? აი აქ არის მთავარი საიდუმლო. ეფექტურობის მაქსიმიზაციისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის შვეიცარიამ ეს ტურბინები მთების გულში გამოქვაბულებში განათავსა. მაგალითად, პროექტი ნანდედრანსი მიწისქვეშა სადგურია, რომელიც ნოტრდამის ტაძრის ზომისაა და 6 რევერსიული ტურბინა აქვს, რომლებსაც წყლის ზევით ამოტუმბვა ან დაღმართზე ენერგიის გამომუშავება შეუძლიათ. თითოეული ტურბინის წონა 450 ტონაა და შეუძლია გამოიმუშაოს 150 მეგავატი ენერგია, რაც საკმარისია 400,000 სახლის მომარაგებისთვის მოხმარების პიკის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ლითიუმის ბატარეები დროთა განმავლობაში მუხტს კარდავენ, შვეიცარიული ჰიდროელექტროსადგური 10 წლეულების შემდეგაც ინარჩუნებს 80%-იან ეფექტურობას. გარდა ამისა, ერთი რეზერვუარი, როგორიცაა ნანდედრანსი, ინახავს 20 მილიონ კუბურ მეტრ წყალს, რაც 8000 ოლიმპიურ აუზს უდრის. ეს უზრუნველყოფს ენერგიას რამდენიმე თვის განმავლობაში და არა მხოლოდ საათობით. ეს ტურბინებიც კრიზისის ამორტიზატორებად მოქმედებენ.
წყლის დეფიციტისა და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მათ სრული მუშაობის დასაწყებად 10 წუთზე ნაკლები სჭირდებათ, რაც ქსელს სტაბილურობას ანიჭებს. ეს არის ინჟინერია, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ მდგრადობას, წყლის ძალას და უახლეს ტექნოლოგიას. იყენებს ავტომატიზებულ მართვის სისტემებს ხელოვნური ინტელექტით. ანუ რაც ტურბინების დასაფლავებას გავდა, სინამდვილეში წყლის ბორბლის ხელახალი გამოგონებაა, ოღონდ ეპიკურ მასშტაბზე. და შენ გეგონა რომ შვეიცარია მხოლოდ საათებს ამზადებდა. მაგრამ ეს მარტივი არ არის. თემის გათხრა მილიარდიან ინვესტიციებს და გეოლოგიურ რისკებთან გამკლავებას მოითხოვს. ნანდედრანსის აშენებას 14 წელი და 2 მილიარდი დოლარი დასჭირდა. გარდა ამისა, ეფექტურობა დაახლოებით 80%-ია, ანუ ენერგიის 20% პროცესში იკარგება. მიუხედავად ამისა, შვეიცარია მაინც ამაზე აკეთებს ფსონს, რადგან ალპები წყლის გადატუმბვისთვის იდეალურ სიმაღლეთა სხვაობას ქრის. და ეს სტრატეგია ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და ბირთვულ ენერგიაზე, ხოლო თითოეულ შენახულ მეგავატზე თავიდან იცილებს ტონობით ნახშირის დაწვას. ეხლა მთავარი კითხვა ასეთია: შესაძლებელია თუ არა ამის გამეორება სხვა ქვეყნებში? დიახ, მაგრამ გარკვეული ადაპტაციებით. ადგილები, სადაც მთები არ არის, შეუძლიათ გამოიყენონ შეკუმშული ჰაერი მღვიმეებში, რომელსაც CAES ეწოდება, ან მწვანე წყალბადი. შვეიცარია უკვე გეგმავს ისეთი პროექტების გაფართოებას, როგორიცაა Greencell 3, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს მოთხოვნის პროგნოზირებისა და შენახვის ოპტიმიზაციისთვის. და რაც ყველაზე საოცარია, ეს წყლის ბატარეები შეიძლება 100 წელი გაძლოს, რაც მათ გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადს ხდის. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეთხობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილეთ წევრად გახდომა, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. და თუ პიროვნული და პროფესიული ზრდა გაინტერესებს, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს არწელაში მოცემული ბმული. რათა მიიღო ცდომა მრავალ შესაძლებლობაზე, განიმითარო სხვადასხვა უნარები, რომლებიც შენს კარიერაში მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის. გქონდა ოდესმე ნაფიქრი წყლის ბატარეად გამოყენების შესაძლებლობაზე. იცნობდი ამ შვეიცარიულ პროექტს. დატოვე კომენტარებში. მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის 2 საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ მინდა ცვლილი შეიტანო, დაალაიქე, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის ფუნქცია და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.